პანკისის ხეობაში ჩასვლისას მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე ხალაწანისა და დუმასტურის გავლით ქისტებით დასახლებულ სოფელ ომალოში მოხვდებით. სოფლის ცენტრში სკოლის გვერდით ყოფილი კლუბის დანგრეული შენობა დგას, რომლის ერთ ოთახშიც რამდენიმე ათასი წიგნია თავმოყრილი. ეს სოფელ ომალოს ბიბლიოთეკაა. ყოველი ნორმალური მოთხრობის საკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. ამას გურამ დოჩანაშვილი ამბობს. წეგან ის გამორჩევით გითხარი მე იმას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რაღაცა უკვე დამამის და კიდეც იმათი ის ბოშა ქალზეა მგონი რაღაც რამდენი წელია ის წამიკითხავს მე აი ჩემთვის ყველა წიგნი არის ძალიან ძვირფასი ძალიან ძვირფასი წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა წიგნის გარეშე ეს ფრაზა კი პანკისელ ქალბატონს თამარ თურქოშვილს ეკუთვნის ქალბატონს რომელმაც თავისი ცხოვრების 9 წელი წიგნების უსასყიდლოდ მოვლას მიუძღვნა იცი რა მე ის ხო არა ისეთი რაღაცა დამთავრებული რამე არა მე სკოლაში რახან ვსწავლობდი ის წიგნი რო არ ყოფილიყო ალბათ მე ქართულს არ მეცოდინებოდა ქართული მაინც იმდენად ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. გინდა მოხუცი იყოს, გინდა პატარა იყოს, ჩემი აზრი ეგეთია რა. უწიგნოთ არ ვიცი, მე არ ვიცი როგორ უნდა იყოს ადამიანი. რომ რაღაცა არ წაიკითხოს. 25 წელია ყოველდღიურად სახლიდან წიგნების მოსავლელად მიიჩქარის. სოფელ ომალოს ბიბლიოთეკაში მუშაობა 1987 წელს დაიწყო. 2007 წელს ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახურეს. ბიბლიოთეკარი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიუხედავად თამარ თურქოშვილმა წიგნების უპატრონო დატოვებაზე უარი თქვა და ბიბლიოთეკის შენახვა თავისი სახსრებით გააგრძელა. პირველ კლასიდანვე მე ძალიან მიყვარს წიგნი, არ ვიცი. მე ვერ შეველეოდი ბიბლიოთეკას, ვერ ავიტანდი რომ დამეკარგა ამხელა ფონდი, ამდენი წიგნები. რომ გაინადგურებინათ ბავშვებს ან მოზრდილებს. მე არ შემიძლია რა. მე წიგნი მიყვარს ძალიან. სკოლაში კარგად ვსწავლობდი 4-ზე და 5-ზე და იქიდანვე მე მომყვა პირველ კლასიდანვე წიგნის სიყვარული. ოფიციალურად გაუქმების შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკას შენობაც ჩამოართვეს. ბიბლიოთეკის ყოფილ ოთახებში ხან სამკერვალო გახსნეს, ხან გაეროს ოფისი, ხან კი კომპიუტერული ცენტრი. თამარ თურქოშვილმა წიგნების ფონდი რამდენიმეჯერ სახლში გადაიტანა. ავდექი წავიღე მთლიანად ფონდი, ავეჯი რაც იყო ყველაფერი სახლში. სახლში გადავიტანე. მქონდა 1-2-3 წელი მქონდა ერთ ოთახში. და იმის შემდეგ უკან მოვიტანე რამდენიმე წლის მერე, ესე იგი ოთახი როცა დაცარიელდებოდა, მომქონდა ხოლმე, ვალაგებდი. და მე ისევ ხანვინ შემოვიდნენ რაღაცებს რო ხსნიდან, ისევ უკან გადავიტანე ჩემ ფურლის ოთახში. რამდენიმე წლის შემდეგ სოფლის ხელისუფლებას წიგნებისთვის ერთი ოთახის უსასყიდლოდ გამოყოფა სთხოვა. ოთახი თავად გაარემონტა და 4000-ზე მეტმა წიგნმა ამ ერთ პატარა ოთახში დაიდობინა. აქ ახმეტის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან რომ მოვიდე, რომ დავალაგე ესენი, ამოვიდნენ დაუთვალეთ რა, დათვალეს იმათ თვითონ. 4300 რაღაცა ამ ოთახში არისო თქვეს იმათ თვითონ გადათვალეს და ეხლა აქ არ ვიცი რამდენი ცალია ის დასვენები გაგვრჭებული წიგნები. ერთი 5000 შეიძლება იმდენი არ იყოს, მაგრამ 4000 ნახევარზე მეტი კი არის აქ. ომალოს ბიბლიოთეკას ხანდახან თამარის წიგნებსაც ეძახიან. 20 წელია ფონდს ახალი წიგნი არ შემატებია. აქ ყველაზე ხშირად ვეფხისტყაოსანსა და დიდოსტატის მარჯვენას ითხოვენ. თუმცა იმ 4000 წიგნში, რომელიც ომალოს ბიბლიოთეკაში ინახება, არც ერთი ეს ნაწარმოები არ არის. ყველაზე მეტად ეხლა აი ის დამავიწყდა კიდე ვეფხისტყაოსანს კითხულობენ
ისე დიდოსტატის მარჯვენა, აი სკოლაში რომელიც სჭირდებათ იმას კითხულობენ. და არ გაქვთ წიგნი. ის წიგნი მე არა მაგრამ ეს პატარა ვეფხსტავსა მქონდა მგონი ეხლა საში გადავიტან შვილიშვილი კითხულობდა იმას სხვაგან ეთყობა და იგი და მოიტანა რა მგონი ბებიამ თუ ვიღაცამ მისცა ის წიგნი ახალი წიგნი. წიგნების მცველის უანგარო შრომას უკვალოდ არჩაულია. 2016 წლის 30 იანვარს თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. სოფლის ბიბლიოთეკა კი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ აღადგინეს. იმაზე კმაყოფილი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც რო დამიფასდა, რომ შევინახე 1-9-10 წელი ეს წიგნები, რომ არ გამიფუჭეს, ან სხვაგან მე მაინც არ ვატარდი ამ წიგნებს. თუ მითხრეს მეთქი, მე ვუთხარი, უფასოდ ვიმუშავებ მეთქი, სანამ ცოცხალი ვარ. აი გადავიტან ჩემს სახლში მეთქი, ჯილდოზე 600 ლარი მომცა. იმით გავარემონტე მეთქი, 1-200 მაინც ვიმუშავებ მეთქი. ისეთი ისა მქონდა, გეგმა მქონდა უკვე. ისე არ გავატანი მეთქი. კონდეთ, სოფელს ხო სჭირდება ბიბლიოთეკა, სჭირდებათ. ომალოში ახმეტის რაიონის გამგეობისგან შენობის გარემონტების და ახალი წიგნების გამოგზავნის პირობა მიიღეს. სოფელში სჯერათ, რომ მათ მიცემულ პირობას შეუსრულებენ.